აბა ისევ ფეხბურთი რა ქვია და ბასა ღოღობერიძის წიგნი ბურთი 900 იქით. იცი რა ძალიან სწორი და კარგია რომ ამ წიგნის ავტორი არის ბასა ღოღობერიძე, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი რომელიც 40-იანი წლებში ომი არ იყო დამთა. იმ დროიდან 1971 წლამდე ყველა ამ თბილისის დინამოს საერთაშორისო თამაშის არა მარტო თბილისის დინამოს. საბჭოთა კავშირში იყო პრაქტიკა, რომ გუნდი რო უცხოეთში მიდიოდა, ვიღაცებით აძლიერებდნენ და ესეთებშიც არის ნამყოფი CDK-სთან და ვიღაცები. ერთად განსაკუთრებით როცა ახალგაზრდა იყო უფრო. მაშინ ფეხბურთი ცოტა სხვანაირი იყო. აი ეს არის რეპლიკა ბურთის, რომელთაც 40-50 წლებში თამაშობდა. რეპლიკა, იმიტომ რომ სხვათა შორის თბილისშია გაკეთებული დინამოს სტადიონზე. აი აქ უნდა იყოს ნამდვილი ზონარი. ამას ქვია კამერა აბალოჩკა. სინამდვილეში. შიგნით არის კამერა, რომელიც შეიძლება პირითაც გაბერო, შეიძლება საჭმელს გაბეროს. ეს კარგად უნდა მოუკრა მე ამას თავი ჩაკეცო აი ამ ნაკერში და ეს ნაკერი ზონარით უნდა შეკრა გაბანტო და ზონარიც უნდა იყოს შიგნით დამალული. ანუ ბურთს ცალ მხარეს ამ ადგილს ნიპელი ქვია როგორც მე მახსოვს რა. და ნიპელზე კიდე ცალკე დარტყმა არის, სადღაც წავიკითხე ესეთ ინგლისური ეს არის, როგორ უნდა დაარტყმა, მოკლე დარტყმა, რაღაც ესე ქვია, აი სწრაფად რომ მიდის ბურთი. გაჩერებულ მკვდარ ბურთზე როგორც იტყვი, ანუ ნიპელი ზემოთ უნდა იყოს და აქ უნდა დაუმიზნო, აქ სიმძიმეა, მაშინ ესეთი ბურთებია რა, საერთოდ. ეგეთი გავრცელებული ანეკდოტი კი არა, ისტორია არის, რა ქვია, საერთაშორისო ფეხბურთის, რომ სტენ მორტენსენი იყო ესეთი ინგლისელი ფეხბურთელი ცენტრ ფორვარდი და ეხლა მაშინ ითვლებოდა ინგლისელები რომ თავით და ეს დიდხანს გაგზა 50 წელი ყველაზე კარგად თავით და მე ყველა მისწავლა ეს თავით ხო და ესეთი მაღალი ფორვარდები ყავდათ ინგლისში მეკარეზე დაჯახება შეიძლება მაგრამ თავით რომ დაარტყა ხო ფრთიდან უნდა ჩამოაწოდონ და შენ თავი უნდა დაარტყა ამას რა ეს მორტენსენი ამბობდა რომ სტენლი მეთიუზი არის ნამდვილი ჯენტლმენი რომ გარბის მარჯვნიდან რომ კიდებს ამ ბურთს რომ მიხვევს ანუ ამან რომ თავი უნდა დაარტყას ჩააწოდოს არასდროს ეს შუბლში არ მხვდებაო ეს ძალიან მწარე იყო სხვადასხვა ყოველთვის სხვა მხრით ეს ინგლისური იუმორია ასე რომ ვთქვა ახლა სტენლიმ რა იცოდა ეს ბურთი როგორ მივიდოდა იქ კარგი რა ქვიან ფრთის მოთამაშე ამასაც დაითვლიდაო რა ასე რომ ვთქვა რა ქვია არასდროს აი ამ შესაკრავით მე თავი არ დამირტყავს ეს არ როცა იქ თამაშობდა ამიტომ ფეხბურთი რთულია რა რაღაც ამბავში მით უმეტეს აი ბუნებრივი პირობების დღეს რა უნდა მოხდა ხე ძალიან შეადად ხდება რომ თამაში გაუქმდეს ბუნებრივი პირობების გამო ხო მაშინ საკმაოდ ხშირი იყო იმიტომ რომ არ იყო ეგეთი ისა ეს რეპლიკა ბარემ გეტყვით აი რეპლიკა ეს არის 40-იანი 50-იანი წლების თბილისის დინამოს აღდგენილი ფორმა რა ქვია ესეც დინამოს სტადიონზე იკერება და მადლობა იმ ხალხს რა ნუ ასეთი ეცვად აი გარდამტეხ სტალინი ჯერ ცოცხალი იყო ძალიან ცოცხალი ეს დიდად აწერია დ იმიტომ რომ მაშინ ტელევიზორი არ არის და შორიდან უნდა ჩანდეს ძველ დინამოს 3 იარუსი ქონდა რაღაც კი არ იყო დღევანდელზე დიდი იმით რა ქვია რა თქმა უნდა მაგრამ ისიც 30-იან წლებში აშენდა ხო რა ქვია აი ეს ამ ტიპის მაისურებია ცოტა ასეთი წარწერით ნომრები არ იყო ჯერ რა ქვია ამიტომ აი დღეს რო რეგბიში ნომრებით რო ვიცით პოზიციები მოთამაშეების ფეხბურთში ნომრებიც არ იყო და პოზიციებით ვიცოდით აი ხა დღეს რო არაფერს ამბობს ლევი ინსაიდი და ესეთი რაღაცები ბეკი არის გადასარევი წიგნი ქართული ტერმინოლოგია ფეხბურთის პირველი ეგერ არის საჯაროში შეიძლება იმის ნახვა ძალიან საინტერესო და სახალისო წიგნია იქიდან ბევრი რამე არ იხმარება და დღეს შეიძლება იუმორის გახდეს მაგრამ თავარი რაღაცები კუთხურები და ასე შემდეგ ბევრი რამე დარჩენილია იქიდან ანუ ჩვენ სარეპორტაჟო და სალაპარაკო იმაში ძველი ფეხბურთელები ამბობდნენ კორნერი ну 60-იან წლებში კუთხურზე ამბობდნენ კორნერი აუტი დარჩა ჩვენ ვამბობთ გვერდითი ხაზიდან შემოიტანა ბურთი დღემდე არ ვიცით პატკატი როგორ არის ქართულად მაგალითად ინგლისურად არის tackle პატკატი ფეხებში რო უვარდები ხო მოწინააღმდეგეს რო ბურთი აართვა რა ეს არ არის ქართულად ვარდნა ქვია თუ რაღაც მოგონილი ასეთი ესენია და ეს ტერმინოლოგია რაღაც ბევრი ენების შენარევია რა ქვია რა
მე დარტყმების ამბავით სხვანაირად იყო, რა ქვია. დღეს უკვე რაღაც ვეძახით რიბონა დაარტყა, ეს დაარტყა, ვიცით. აი მაგარ რო გადახდა ამბობენ სეივი, აიღო, აღება იგივე. რისიც არ გაქვს, ის შეიძლება იხმარო, მაგრამ რისიც გაქვს, ის რატო თანამსაჯი ლაინსმენით რატო უნდა შეცვალო, გაუგებარია ეს. თუ თანამსაჯი კაი სიტყვაა, ხო? ან ეხა საერთოდ ის ყველა მსაჯი თანაბარია და რაღაცა სხვა დემოკრატია ამ ამბავში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთი ის არის. დავიწყებული დარტყმებია სვეჩკა მაგალითად. სვეჩკა ესე რო კიდევ ბურს ძალიან მაღლა, ეხა არავინ ამას არ დაელოდება და არავინ არ თხავს ამას, რომ აი მაღლა აგდე და იქ ამავე დაცკი უდარი ეს არის ხუსლით თავის აქედან დანიელების მოგონილია და ასეთი რამე ამაში ცხოვრობდა ეს. საბჭოთა ფეხბურთია ეს, როცა ბასა მოხდება თბილისში, ომია და საბჭოთა ფეხბურთი. და თბილისის დინამო, რომელსაც კაი ისტორია აქვს, ომამდე ძალიან კარგი, თასის ფინალშიც არის ნამყოფი მეორე ადგილი. მოკლედ თბილისის დინამო ეს არის, მაგრამ ჩვენ უნდა გავერკვეთ საბჭოთა ფეხბურთი სხვანაირი იყო, მე კიდე სხვანაირი გახდა. 20-იან წლებში სხვანაირი იყო, 30-ებში სხვანაირი, მერე ომი იყო 50-იანებში გაგრძელდა რაღაცა უფრო პოლიტიკურიც რაღაც მეებში გახდა, იმიტომ რომ სახელმწიფო უცბად დაინტერესდა. თამაში ცნობილია სტალინს არ აინტერესებდა და არ უყვარდა ფეხბურთი. ნანახი ჰქონდა. მიიყვანებიც იყო ამაზე ბევრი, ასე ვთქვათ, ისტორიული ანეკდოტიც არსებობს რაღაცა. ერთხელ წითელ მოედანზე იყო საჩვენებელი თამაში რაღაცა. საბჭოთა კავშირს ყავდა ნაკრები 20-იანი წლებიდან. ფეხბურთის ნაკრები, რა თქმა უნდა, ეს არ იყო შემდეგი ვიდეოთ, რომ მთელი ამ რესპუბლიკებიდან იძახებდნენ საუკეთესო ფეხბურთელებს და ეგეთი ის არ იყო, მაგრამ საბჭოთა კავშირი არ ცნობდა იმ თავითვე, ასე რომ ვთქვათ, პროფესიულ სპორტს, ანუ სპორტს, რომელშიც ფულს იღებენ, რა ქვია. საბჭოთა ფეხბურთი იყო კომუნისტური ინტერნაციონალის სპორტული საერთაშორისო რომელიც მისივე შექმნილი იყო. იმის წევრი და თუ აი საბჭოთა უზო მოდერნობის თამაშები 20-იან წლებში ჩატარებული, ოღონდ აი მუშათა გუნდებთან. ანუ მოყვარული ჩვეულებრივი ადამიანი, სამოყვარულო ფეხბურთი არც დღესაც არსებობს, რა ქვია. გარი პატარა გუნდები, სადაც კაცი დღე მუშაობს და საღამოს მოდის, ეს ჩვეულებრივი ის არის, რა ქვია. და ასე იყო ეს 20-იან წლებში. და ამ მუშებს ხვდებოდნენ და ესე და არ ხვდებოდნენ არაფრით ამ კაპიტალისტურ ქვეყნებს, ხო და თავარი პარტნიორი მე გახდა 30-იან წლებში თურქეთი. თურქეთი იყო ეს, რა ქვია, საბჭოთა კავშირი. თუ საბჭოთა კავშირი არ იყო FIFA-ს წევრი, როგორც ბურჟუაზიული დასავლეთის იმის წევრი, რა ქვია. ხო და თან იქ ეს პროფესიონალები და ითვლებოდა რომ რაღაცა ეს ავსტრია, ეს აი ფაშისტური იტალია ორჯერ მსოფლიო ჩემპიონი რას ლაპარაკობ შენ. როგორ შეიძლება ფეხბურთს რა ვეთამაშოთ ნორვეგიელ დოკერებს თქვათ. თუ სადმე ვნახავთ გერმანელებს რურის ოლქის მუშათა რაღაცა საამქროს გუნდს და ეს ასეთი ის იყო სხვა. მაგრამ მოხდა ეგეთი გარდამტეხი რა, ანუ პირველად ეს ფეხბურთი იყო როგორ გითხრათ კინო და ფეხბურთი რა ორი სანახაობა იყო ოფიციალ ასე რომ ვთქვათ და აღიარებული სახელმწიფოს მიერ საბჭოთა და ორივეზე გიждდებოდა საბჭოთა ხალხი ხო მე იყო ომი ესპანეთში ბასკები იყვნენ რა თქმა უნდა რესპუბლიკელების ხარეს და ჩამოვიდა ბასკონის ნაკრები ლანგარა არის დიდი ფეხბურთელები იყვნენ რამდენიმე ლანგარა ლანგა ალონსო გოროსტიცა სილაურენ აი სერიოზული ამბავი, ანუ ის ტოლვილი გუნდი, მაგარი გუნდი, 37 წელია გაქანებული, უბედურება და ეს გუნდი აქ არის ჯერ ჩრდილოეთში იყო, რა ქვია, უგებდნენ ყველას. მე ლენი, ვისაც შეხვდნენ ყველა მოსკოვის გუნდებს, რა ქვია, ამასამე. ლენინგრადთან ნიჩია ითამაშეს, მე კიდე მოსკოვის ნაკრებს მოუგეს და სპარტაკმა მოუგო. სხვათა შორის ბოროტინებმა ამბობენ, ბოროტინები დაათვრეს. ბოლოს რო ვეღარაფერი მოუხერხეს დაათვრეს. მერე წამოვიდნენ სამხრეთი კიევში, მოიგეს, ჩამოვიდნენ თბილისში. დიდი ამბავი. ასეთი ამბავი 30-იან წლებში მეორე არ ყო, ახალი სტადიონი. ლავრენტი პავლეს ტიბერიას აშენებული მისი სახელობით. თბილისელებს დღესაც ახსოვთ ბასკ ფეხბურთელებთან შეხვედრა. ორი თამაში ითამაშეს ჩვენთან პირველი შეხვდნენ თბილისის დინამოს. მოუგეს 2-0.
მეორეში შეხვდნენ თბილისის დინამოს, ოღონდ ერქვა საქართველოს ნაკრები. ორი კაცი შეიცვალა თავდასხმაში. ანუ იგივე თბილისის დინამო იყო, ოღონდ საქართველოს ნაკრები. ის ამით ერთი მოგვიგეს. შევხვედრი ვარ ოდესღაც ადამიანს, რომელიც სამთამაშო ყოფილა, რა ქვია. ოდესღაც შევხვედრი ვარ და დიდი ანუ აჟიოტაჟის და რაღაცა სიყვარულის ისეთი რამე იყო, რომ არ ვიცი რა უნდა მოხდეს ეგეთი. ვერ ხვდები. აი საქართველოს უნდა გავიდეს სოფლიო ჩემპიონატზე, გაიაროს ისინი და მივიდეს ფინალს ნახევარფინალში მივიდეს ფეხბურთში. აი ესეთი ამბავი იყო დაახლოებით და ორივე წავაგეთ. ფეხბურთს ძალიან მნიშვნელოვანია სტატისტიკა და ისტორიული სიზუსტე. არც ერთის და არც მეორესის არა ვარ სპეციალისტი, მაგრამ ვიცნობდი და ვიცნობ ამის დიდ სპეციალისტებს, რა ქვია, ხო და მომისმენია ხო. ეგ ძალიან საინტერესო ეს სტატისტიკის გარეშე და ისტორიის გარეშე ფეხბურთზე ლაპარაკი ძალიან ძნელია, იმიტომ რომ მაშინ არ არის ეს ასეთი ვიზუალური მხარე მისი. არის აი როგორც თეატრია ისეთია, რა. იმიტომ ასურ ამბობ ხელოვნება, ეს არის ერთხელ ხდება რაღაცა. და კვირაში ერთხელ როგორც თეატრი და უბედური თან ეს არის სახალხო ხა სტადიონები ბიზანტიიდან რო დავიწყოთ სტადიონი არის დემოკრატიის ადგილი ეს ერთადერთი ადგილასაც შეიგინები ბოლო ყველაფერს თავიდან და არ დაგიჭერენ ხო არ ვერ დაგიჭერენ რაღაცა ძალიან თავისებური ადგილია მით უმეტეს რომ საბჭოთა კავშირი გადაწყდა ეს დიდი სტადიონების მშენებლობა და ანუ ფეხბურთი და საკავშირო ეს ძნელია მატარებლები თვითმფრინავები ანუ ომამდე ეს არ არის პატარა ამბავი რა მაგრამ საბჭოთა კავშირს აქვს სპეციფიკა. გუნდები სხვანაირად იქმნება, ვიდრე თქვათ დასავლეთში და თავისუფალ სამყაროში. იქ შეიძლება უბნის გუნდი, იქ როგორც წესი ეს უბნების და ქალაქების გუნდები. საბჭოთა კავშირს არის უწყებების გუნდები. იმიტომ ჩვენი ფეხბურთი ხო სამოყვარულოა, რა. ჩვენ ახლა რაღაც უწყების ბიჭებმა მოიცალეს და ითამაშეს ეს ფორმა აქვს. და როგორც კი იწყება რეგულარული ჩემპიონატი, ირკვევა ეს ფორმა არა აქვს, ეს სამსახურში დიდად ვერსად ვერ ივლი. ეს სერიოზული საქმეა რა. ჩვენ მარტო იღლები და მაშინ ვარჯიშიც სხვანაირად იყო და ეს, მაგრამ მაინც დინამო ეს არის NKVD. ნუ 20-იანი წლებიდან იქნა სპორტული საზოგადოებები იქმნება და ყველა სპორტის განხრა და ერთ-ერთი ფეხბურთი წამოვიდა წინ. ახლა შეიძლება ნიჩბოსნობის გუნდი წავს იმ დინამოს, მაგრამ ის არ ვიცით ჩვენ, იმიტომ ის არ არის ჩვენ სანახაობა. ხო სიტყვაზე ვარ. კალათბურთი, ყველა სპორტი თანდათან ემატება. დინამო ეს არის, რა ქვია, ჩეკას გუნდია რა, სხვანაირად რომ უშიშროება, ასე რომ ვთქვა. ამან ძიმე ამბავი აქვს ამას საქართველოში. ლოკომოტივი რკინიგზის გუნდია. მთელი საბჭოთა კავშირის რკინიგზის სპორტულ კლუბებში ყველა არის ლოკომოტივი. ტორპედო არის ავტოკარხნის გუნდი ზილ. იმისი და თუკი აი ქუთაისი იმიტომ ქვია ტორპედო რომ ავტოკარხანა გააკეთეს. ასია უწყებრივად. საბჭოთა კავშირის ყველაზე თავისუფალი გუნდი ფეხბურთში ასე ითვლებოდა. რუსეთში ახლა ჩვენი გვყავდა და რა იმათი რა გვაინტერესებს. სპარტაკი. ყველა გულშემატკივრობს უწყებრივად. ჩეკისტები დინამოს და რა თქმა უნდა CDK, CDSA, CSKA ბოლოს. ეს არის ჯარის გუნდი. ანუ მთელ საბჭოთა კავშირის სპორტული სამხედრო კლუბები C, იმიტომ რომ C ცენტრალური, მოსკოვი და დანარჩენი SKA. სპორტული ყო აი თქვა როსტოვში, კიევში, ოდესაში, თბილისში. ყველგან ეს გუნდები ასულ სხვადასხვა დონის და იმის, ხო, მაგრამ აი სპარტაკი გამოვიდა ესეთი. სპარტაკი არის, რა ქვია, ნუ ეს გუნდის ისტორია ცალკე არო ეს კრასნაია პრესნია და პიშჩევიკი და ეს არის როგორ გითხრათ, კოოპერაციის, სამრეწველო კოოპერაციის საზოგადოების გუნდი. სამრეწველო კოოპერაცია ეს არის არტელები კოოპერაციის დაშვებული იყო საბჭოთა. ანუ როგორი გუნდია იცით, თავისუფალია, უწყება ყველაზე დემოკრატიული და ნაკრები პარტიული, ასე რომ ვთქვა. ამიტომ იყო რომ აი რუსეთში, მოსკოვში მაგალითად, ხო, მთელი მსახიობები, ბოჰემა, ის სპარტაკის გულშემატკივარი, ის თავისუფალი გუნდია. დინამოს ბალეში ხო აკალაჭიკები, ხო? ასე ეს იქ ასია და ეს თავისებურება. ჩვენ სულ გვიკვირდა ყველაზე მეტი გულშემატკივარი სპარტაკს რატო ყავს, ხო? თქვა რომ ამბობთ რუსი უბრალო ხალხი გულშემატკივრს, რომელიც არცეთ ამ უწყებას ან არ უყვარს, ან არ ცნობს, ან მისი წევრი არ არის. თბილისის დინამო საქართველოს ჩვენ სახომია, ხო? ნუ ეს 20-იანი 25 წლიდან ხდება ეს დინამოების ფორმირება. ანუ
სტატისტიკოსებმა, ისტორიკოსებმა უკეთ იციან, მაგრამ თბილისის სხვა გუნდები ყავს უამრავი. აი ეს არის საინტერესო, რა ქვია. მე ვიქნებოდი ალბათ მაშინ ზიის გულშემატკივარი. ზი ეს არის ზაკავკასკი ინდუსტრიალურ ინსტიტუტი. ეს არის რასაც ჩვენ ვეძახით გპ-ის და დღეს ტექნიკურ ეს იმის წინამორბედი. ეს ჯერ იყო ფაკულტეტი თბილისის უნივერსიტეტში გამოყვეს ტექნიკური და მერე მთელი ინდუსტრიული ინსტიტუტი. ბორის პაიჭაძე მაქედან გადაიყვანეს დინამოში და ბევრი სხვაც კარგი ფეხბურთელი. მეორე გუნდი იყო TSPO თბილისის, ასევე ეს ორივე ჯობდნენ დინამოს რაღაცა დროს, მაგრამ მე აღაჩეკა და ერთგვარად დაიბომბა ეს გუნდი. კარგა ხანს არსებობდა. TSPO ეს არის თბილისის ტიფლის სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების საზოგადოება. ეს ისეთივე თავისუფალი გუნდია როგორც სპარტაკი. ეს თავისუფალი გუნდებია ზი და ესა. რა ის სპარტაკზე რა თქვი ესა. სხვა გუნდებიც არის ბევრი. აი ეს არის ცუდი ცენტრალიზაცია. როცა იქ ასარჩევი და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე 2 წელი ორგანიზება რომ მინდოდა, რა თქმა უნდა დინამო აირჩა და დინამო დაიწყო ამათი მიზრუტო ჩეკაა რა. ესე იგი ბერია არის ჩეკას მდივანი. და NKVD რომელიც მისი აი რა გითხრათ. იქ არის გამოზდილიც იქ არის, იმის უფროსიც იყო და ასე თვითონ ბერიაზე სხვა ამბობენ, დამაშავდა ინსაიდი იყო. ჩუჩესტი ახალგაზრდა იყო და ეს ფეხბურთი და ეს სპორტის მასშტაბება 20-იანი წლების არის და მისი ახალგაზრდობის ამბავია, ასე რომ ვთქვათ, რა თუ არა. ახლა იმათ რა თუნდა სხვა უბრალოდ ორაღელაჟუს და ბუდუმდივანს და ბუდუმდივნის ვაჟი სხვათა შორის ძალიან კარგი ჩოგბურთელი იყო, დახორეთ ეს თავის ძმებთან და მამას და ერთად არა ასე ნაწილ-ნაწილ ხორედნენ. აი მაგ დროს როცა აქ ბასკეტი ის, ხო. ეგ სხვა ამბავია. ახლა ეს თბილისის დინამოს ფეხბურთელები ხო და ჩემპიონატი და ეს დაიწყო რატოა ცუდი რონე. მუშაობდნენ იქა კაცო. NKVD-ში მუშაობდნენ. ყველა არა. ესე იგი უდაბლესი ჩინიდან ეფრეიტორი რო ავიღოთ. კაპიტანი NKVD-ს მაშინ სხვანაირი ჩინებია, ანუ ჯარისას არ გავს. სტარში მაიორი მაგალითად უდრის გენერალს რა. კაპიტანია, აი ეს აი პოლკოვნიკის დონე არის NKVD-ს კაპიტანი რა, ასეთი ხო და აქედან ზოგიერთებს ის როგორ არის დღე იქ ხარ და საღამოს თამაში ასეთი ან პირიქით ღამე ხო იქ ხო საცემია ეს ამას კი არ ვარ ყველას 3-4-ია სულ ვინც ესე მოუწია მუშაობა და გვარებს აღარ ვიტყვი არ ეგეთი მიშა ასლამაზოვის ისტორია მაგრამ მიშა ასლამაზოვი იყო ძალიან ცნობილი ფეხბურთელი თბილისის დინამოსი რა ოპერაში დაიჭირეს სხდომა იყო დიდი NKVD-შნიკების და იქვე დაიჭირეს როგორც ამბობენ რომ ავალებდნენ ამ ბიჭებზე ხა გუნდი რა ბიჭებზე რაღაცები კვლევას და წერას და იმას და ამას ნერვიულობდა როგორც ჩანს წესიერი კაცი იყო იქ წაიყვანეს ყავდა და შიდა ციხეში ამ NKVD-ში შიგნით გადამოხდა აი სამინკოვი რომ მოგდავს აი იქიდან გადამოხდა პანჯრიდან და თავი ესე მოიკლა იქავე ხო ეს ცნობილი ამბავია მიშა ასლამაზოვი ყველა მუშაობა როგორ ბორია პაიჭის მამა ყავდა დაჭერილი და მოვკვდა იქ ციხეში და ეს ბერია მოვიდო და ამანთან საჩოქრები ბიჭებო რა მე რომ თქმის ის არისო მე კაცი რომ მოვკვდა რომ გაიგო მე უთხრა რომ როგორ არ მითხარი შენ როგორ საუ მამაში ასეთი ისტორიებია რა სულ და ეხა ზოგიც ოფიცერია თბილისის დინამოს პირველი მწვრთნელი ასე რომ თქვა დაფიქსირებული როგორ ეხა მთელი 20-იანი წლებია მაგრამ აი ეს 30-იანი წლები ლიმბეკამდე იყო ჭიჭიკო ბაჩულია რომელიც იყო მე აფხაზეთის შესაკვები დღემდე იცაკენ აფხაზები ბაჩულიამ გაგწყვიტა მთელი რეპრესიები და ის რო იყო ასეთი მდგომარეობა ანუ მართლა სამოყვარულოა ეს ამის თქმა მინდა მაგრამ ამან გადაიარდა ომმა ხო მოშალა ეს რაღაცა ეს აღარაფერი მე აღარ ყოფილა რო იქ მოდი შენ ახლა და ეს ბერიას დროის სტილია რა რომ ბიჭემ იმიტომ რომ ესენი არის ყველაზე პოპულარული ხალხი რა ქალაქში ეს ხოთა შორის გამოყვა ერთმა ქართულმა ფეხბურთელმა მითხრა ქუთაისელმა საწყალი აღარ არის ცოცხალი დინამოში გადმოვიდა და ეს უკვე 70-იანი წლები ახლა მე უკვე ვისაც უნდა და ავტოინსპექტორობაში გადაისარდა რა კაი თანამდებობაში რა იმიტომ რომ MVD იყო უკვე აღარ იყო ეს KGB-ს გუნდი კი აღარ იყო ეს ხო გაიყო მე და მთელი ამბავი ამან ძალიან უშვება მე მგონი ამ ბიჭებს საერთოდ იმაში
ხო და დინამოში გადმოიყვანეს ეს ძალიან ცნობილი ფეხბურთელი იყო. ძმაკაცებმა ქუთაისელმა მითხრა ძმაკაცმა ჩასული ვიყავი რაზე გადადი მაძაღლების გუნდში ასე ეს არის მიხდი აი კვალია რაღაცა იმის იქედან და მე ისა თვარტმის დინამოს ფეხბურთელები მე ხო სხვანაირად იყო კომუნისტებს კაი დასაქმება ჰქონდათ იმის მე თუ რაღაცა არ მოხდებოდა და ისა თუ რა 40-იანებში კაი დასაქმები ნაკლებად იყო რა ქვია აი საუცხო ფეხბურთელი იყო დინამოში აი ზუსტად ბაზა მოუსწრო ერთად ითამაშეს 5-6-ზე ვიქტორ პანიუკოვი მე როგორც ამ თბილისის დინამოს რუს ფეხბურთელების ბედი საერთოდ ისეთი პაკოში იყო და თბილისელი იყო რა მაგრამ გარდაიცვალა მე აი ეს სხვა აი ბევრს ჰქონდა ეს რა ქვია თუ ვერ მოეწყობოდა კარგად და ნორმალურად რა ქვია 50 წელს მე დინამოში რუსები ძალიან ცოტანი თამაშობდნენ სანამ მე აგერო 80-იანამდე აღარავინ არ ყოფილა რა უკვე 1-2 რო გამოჩნდნენ ძიმა კუძიმრავები და ეს არის უფრო იყო ესეთი რაღაც გამოკვეთილი პოლიტიკა იყო ოსი და აფხაზი კი ბატონო და სხვა ну ერთმა იმან კურტმა ითამაშა სხვა ძარის იყო მაგრამ ამ დროს ეს სრული ინტერნაციონალი ხა 30 წლების დინამო და ეს ხმეს მიშა ბერეჟნოვის ფრალოვი და ვინ აღარ იყო საერთოდ თბილისის დინამოს პირველი ქართველი წვრილი ეს ჩემპიონატები რაც არის ანდრო ჟორდანი 45 წელს ლიმბეკის მერე სურუსები არიან და მერეც ეს მიღებო თბილისის დინამო პირველ ჩემპიონი რო გახდა იაკუშინმა დაიწყო სეზონი და გაჩალილი იყო ხო ეს ესია მაგრამ ასეთ რაღაცა იმაში არიან აქვე პირველი კაპიტანი მე საკმაოდ ძნელი იყო მაგრამ ეს ბერიობა მაინც მე მორჩა ომის მე 46 წელს საბჭოთა კავშირი გახდა FIFA-ს წევრი და უკვე დაიწყო ამა სიფრთხილით ამა იქ რა ხდება ამა როგორ ესე საბჭოთა გუნდმა არ უნდა წააგოს ნაკრებმა და კლუბებმა სასურველი არ უნდა წააგო განსაკუთრებით იუგოსლავიასთან რაც გაფუჭდა ურთიერთობა იუგოსლავიასთან არ უნდა წააგო არაფრით ხო ეს ამას დიდი ტრაგედიები მოყვა 1942 წელს ფეხბურთელებისთვის Evo originalne filmske storije iz 1952. godine. U 20. minutu igre Vukas je uspješnim driblincima privukao nekoliko igrača i brzo dobacio loptu Vukiću, a ovaj neodbranjivo šutao u gol. 1-1. ნელა ომის დროს ფეხბურთი აღმოჩნდა როგორც დღეზე ის ცალკე პოლიტიკოსებს უიყენებდნენ განსაკუთრებით დიქტატორი ხე ფრანკო იყენებდა რეალს და რა ქვია პელესის გენერლების სურათებს აღები არსებობდა მედლებს აძლევდნენ და რა ვიცი ოღონდ სურათი გადაიღო ბრაზილიაში ხუნდა იყო აქ რაღა იქნებოდა ხო წარმოგიდგენია ხა მაგრამ აქ იყო სიმკაცრე და უფრო დაჩაგვრა რომ აბა საერთაშორისო თბილისის გუნდი ბაქოს გუნდი ეს მოსკოვის გუნდებზე იყო აქცენტი. მთელი სტალინიზმი მოსკოვის გარეთა ქალაქის გუნდი ჩემპიონი არ გახდა. მე გახდა კი, ну ეს იყო ესეთი როგორც ერთ ცნობილი ფრაზა არის, თორემ რაღაცა მოხდა. თბილისის დინამოს ჰქონდა შანსი და გადაათამაშებინეს ის შეიძლება სულ ვერ გამხდარიყო, მაგრამ ეს იყო ესეთი რამე და მოკლედ ბანსა მოიყვანეს ჯარიდან. და მაშინ წვრილი იყო, ცნობილი მოღვაწე იყო. ჩვენი ფეხბურთის 20-იანი წლებიდან 100 გალბერერი და უცბად თბილისის დინამოს როგორც დღევანდელ ენაზე იტყვიან გაეჩითა პაესტ. გაუგონარი ამბავი სრულიად და მანამდე არ ნახული დინამოს უწევს საზღვარგარეთ გასვლა. ამას მოგიყვებით მე. სად და როგორ